საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა რეალური სივრცე 12 წლიანი მუშაობის შემდეგ დაიხურა. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა იმ კონკრეტული სახელებით და გვარებით, რომლებსაც შეინახავს ამ არხის საქმის წარმოების დეპარტამენტი, კანცელარია, დახურა 12 წლიანი ისტორიის გადაცემა რეალური სივრცე და უკანონოდ გაუშვა მისი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი. 6 აპრილს თანამშრომლებს უკვე ოფიციალურად გაუგზავნეს ბრძანება მათი გათავისუფლების შესახებ. რატომ არის ეს ამბავი მნიშვნელოვანი? დღეს დამოუკიდებელი მედია ნელ-ნელა ქრება, ნაწილს პირდაპირ გზებით ათავისუფლებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების შემთხვევაში, ნაწილს ცენზურაში აქცევენ, ნაწილს კი უბრალოდ არსებობის გზებს უკრობენ. რეალური სივრცის დახურვამდე იყო რამდენიმე ეტაპი. 11 აპრილს გადაცემის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე გაათავისუფლეს. რატომ უნდა დავტოვო სამსახური? აბსოლუტურად მოწმენდით წაზე. 5 საათზე შემატყობინესო 7-ო დააკდებოდა 15 უნდა ყოფილიყავი. დირექტორთან, გენერალურ დირექტორმა გამომიცხადა, რომ რესურს ვეღარ ხედავ ჩემთან თანამშრომლობის. დიდი ხანია ვერც მე ვერ ხედავდი მათთან თანამშრომლობის რესურსს, მაგრამ მე მეგონა და დარწმუნებული ვიყავი, რომ საზოგადოებისთვის ვაკეთებდით ყველაფერს. 30 აპრილს კი გუნდის დანარჩენ წევრებს აცნობეს, რომ ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების შემდეგ უკვე რეალური სივრცის გავრცელება აღარ იგეგმება და ჟურნალისტებს და პროდიუსერს სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმება შესთავაზეს. მათ შორის ზოგს მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში, ზოგს ვებზე, ზოგს მუსიკალურ გადაცემაში სთავაზობდნენ პოზიციებს. აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა, რომ გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერც ერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რის იკეთების გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს. ამ შეთავაზებაზე რეალური სივრცის გუნდმა თქვა უარი. როდესაც 12 წლის წინ ნინო მითხრა, რომ შემოთავაზება გვაქვს, რომ გავაკეთოთ სოციალური თოქ-შოუ და გუნდის შეკრება დავიწყეთ, ალბათ ინტუიციით მივხვდი, რომ ამ გუნდის არც ერთი წევრი არასოდეს არ უღალატებდა არც საკუთარ თავს, არც საკუთარ პროფესიას, არც იდეას. და აი ამ პრესკონფერენციიდან მესამე დღეს, ანუ გუშინ 6 აპრილს უკვე ოფიციალურად რეალური სივრცის გუნდის წევრებს მოუვიდათ გათავისუფლების შესახებ ბრძანება და ამ ბრძანებაში ეწერა, რომ რახან მათ აი ამ შეთავაზებულ პოზიციებზე უარი თქვეს, სამსახურიდან არიან გათავისუფლებული. ეხლა რატომ არის ეს ამბავი მნიშვნელოვანი? არა მარტო მედიის კუთხით, ასევე საზოგადოებისთვის, ხალხისთვისაც. რეალური სივრცე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადიოდა 12 წლის განმავლობაში. ერთი სივრცე. რეალური სივრცე. თქვენ ქმნით. თქვენ ირჩევთ. თქვენ სულით რეალურ სივრცეს. ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი გადაცემა, რომელიც ჯერ პირველ ეტაპზე ყოველდღიურად გადიოდა, შემდეგ კვირაში ერთხელ, სადაც ჟღერდებოდა საზოგადოებაში, ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები. რეალური სივრცე იყო სივრცე, სადაც მოესწრებოდა ყველას და ყველას შეეძლო საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკი. ეს არის სოციო-ეკონომიკური საკითხები, გარემოსდაცვითი, ურბანული პრობლემები. ამ გადაცემის პირობებში უსაუბრიათ სხვადასხვა რეგიონიდან, არა მარტო თბილისს აშუქებდნენ, დადიოდნენ თითქმის ყველა რეგიონში რეალური სივრცის ჟურნალისტები, საუბრობდნენ სიღარიბეზე, გამოწვევებზე, უმცირესობათა უფლებებზე, მიგრაციაზე, ყველა იმ პრობლემაზე, რაც დღეს საქართველოში მოქალაქეებს აწუხებთ. გადაცემის არსებობის 12 წლის თავზე შეგვიძლია თამამად და ვფიქრობ ამაყად ვთქვათ, რომ თითქმის არ არსებობს მწვავე სოციალური თემა, რომლისთვისაც პირდაპირ ეთერი არ დაგვითმია. შეიძლება უკლებლივ ყველა მოქალაქეს, ვინც საზმაუს კართან იდგა, ვერ დაუთმეთ სივრცე, მაგრამ რაც 12 წლის განმავლობაში ასობით გადაცემამ დაიტია, იმდენი ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის, ქალაქის, სოფლის თუ დაბის პრობლემა მოვისმინეთ ჩვენ და მოვიტანეთ თქვენამდე. მაგრამ რატომ დაისაჯა რეალური სივრცის გუნდი? ოქტომბერში დაწყებულ პროევროპულ აქციებს პროტესტი მოყვა საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. აი ამ ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი, რომლებიც ახლა საზოგადოებრივ მაუწყებლის მცველებს ეძახიან საკუთარ თავებს, ღიად აკრიტიკებდნენ მენეჯმენტს და ზოგადად ტელევიზიაში არსებულ პოლიტიკას. ამბობდნენ, რომ ტელევიზია არის დღეს მიკერძოებული და სჭირდება დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.
5 თვის წინ ალბათ გემახსოვრებათ, პირველად საზოგადოებამ მოითხოვა სახალხო ღია ეთერი. მათ შენობაში შესვლა შეძლეს და ეს იყო ერთი დღე გამონაკლისი, როდესაც ყველა მისაუბრა ესე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. შემდეგ იყო რაღაცა პერიოდი, როდესაც 40 წუთი ჰქონდათ ხოლმე სხვადასხვა ადამიანებს, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს საშუალება, რომ ესაუბრათ ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებს. უშუალოდ რა იგულისხმება საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკაში, ამაზე საუბარი ხამ ვიდეოში ძალიან შორს წაგვიყვანს. ჩვენ გვაქვს ძალიან ვრცელი ვიდეო ამაზე მომზადებული, გიორგი გიორგაშვილმა იმუშავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიასა და ამ ბოლო პერიოდზე და აუცილებლად დაგილინკავთ ამ ვიდეოს მიმდინარეობისას ზემოთ, რომ უყუროთ თუ გაინტერესებთ, მაგრამ ძალიან მარტივ რამდენიმე მაგალითს გეტყვით. გარდა იმისა, რომ აქციებზე დარბევებს და ნაწამები და ნაცემი ადამიანების ისტორიებს არ აშუქებდა ტელევიზია სათანადოდ, არსებობს რამდენიმე მაგალითი აი ამ ბოლო პერიოდში, როგორ მოუწია საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პროტესტის ფონზე საჯარო ეთერის მოთხოვნა. მათ შორის იყვნენ მაგალითად თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც იყვნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთა მთელი ღამის განმავლობაში და საზოგადოებრივ მაუწყებლის მენეჯმენტისგან სწორედ აი ამ პროტესტის ფონზე მიიღეს დაპირება, რომ დასხდებოდნენ მათი რექტორის წინაშე და ისაუბრებდნენ უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე. და სულ ახლახან, აი გუშინ წინაც იყო ერთ-ერთი აქცია, პოლიტპატიმრის მშობლები უკვე შეიკრიბნენ ტელევიზიის ახალ შენობასთან, პოლიტიკოვსკაიაზე და მენეჯმენტს თხოვეს, რომ მათ გააშუქონ პოლიტპატიმრის ისტორიები და სასამართლო პროცესები სათანადოდ. ეს არის ჩვენი ლეგიტიმური უფლება, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც ისეთ ფინანსდება ბიუჯეტიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე ამ ქვეყანაში, თუ არის გამჭვირვალე, ჩვენც გვინდა, რომ ჩვენი სიმართლე მივიტანოთ საზოგადოებამდე და ვითხოვთ პირდაპირ ეთერს. თუ სახალხო ტელევიზია, მე მეგონა, რომ ხალხთან მიიტანდა ჩვენ გაჭირვებას და როცა არიან ასე, რომ არ ესმით რა როგორ ხდება, მაუწყებლისგან მაინც გაიგებდნენ, მაგრამ სურვილი არავის არ გაუჩნდა. ხო, ეს იყო ძალიან მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი მაგალითები, რა პრობლემები აქვს დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ქვეყანაში, სადაც მეხუთე თვეა უკვე მსგავსი კრიზისია და დღეს პოლიტპატიმრების საკითხი ერთ-ერთი სენსიტიურია და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამბავია. მშობლებს უწევთ, რომ იდგნენ ქუჩაში და მენეჯმენტს თხოვდნენ, რომ მათ დაუთმონ ეთერი ან სასამართლო პროცესები, რომლის გადაღების ვალდებულება და შესაძლებლობაც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს გააშუქონ და საზოგადოების ყურამდე მიიტანა. და გუშინაც ძალიან სიმბოლური იყო, როდესაც რეალური სივრცის უკვე გათავისუფლებული ორი თანამშრომელი, თამარა მშვენიერაძე და სოსო კაციტაძე, ისხდნენ უკვე მაუწყებლის გარეთ ეზოში, კიბეზე და იქიდან საუბრობდნენ მათი გათავისუფლების შესახებ და ზოგადად ტელევიზიაში არსებული პრობლემების შესახებ. თვითონ მაუწყებელი ამ შენობაში აღარ არის, დაახლოებით ერთი თვე ისინი პოლიტიკოვსკაიას ქუჩაზე გადავიდნენ უკვე ახალ შენობაში და იქიდან განაგრძობენ მუშაობას. ხო, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები ღიად აკრიტიკებენ მენეჯმენტს და სწორედ ეს შეიძლება არაოფიციალურად მივიჩნიოთ მათი გათავისუფლების მიზეზად. ცხადია, ტელევიზიის მენეჯმენტი არასდროს იტყვის, რომ კრიტიკული აზრის გამო გაუშვა და ზოგადად დახურა რეალური სივრცე, მათ ისე ოფიციალურად ჰქონდათ ეს დისციპლინური გადაცნობის მიზეზები, ნახსენები, ანუ სანამ რეალური სივრცის გუნდის წევრებს გაათავისუფლებდნენ, მათ ნაწილს მიუვიდა ასე ვთქვათ, შენიშვნა, რომ მათ დისციპლინური გადაცნობა ჰქონდათ. მოკლედ, რეალური სივრცე ამ ტელევიზიაში ამ ფორმით დასრულდა. თუმცა ტელევიზიაში რჩებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა მცველებიც, რომელთა ნაწილსაც ასევე მიღებული აქვს ეს დისციპლინური გადაცნობის გაფრთხილება. რეალური სივრცის ამბავი არ არის ამ გუნდის მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემა, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ამ ადამიანმა სამსახურები დაკარგეს, შემოსავლის წყარო დაკარგეს, პროფესია, რომელსაც ეს 12 წლის განმავლობაში ერთ გადაცემას მიუძღვნეს, უბრალოდ ხელიდან გამოეცალათ. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ ქრება, როგორ აქრობს დღეს ქართული ოცნება დამოუკიდებელ მედიას ეტაპობრივად, რაც მთავარია სხვადასხვა გზით. მაგალითად, 16 აპრილს ბოლო მოსმენით მიიღო ქართულმა ოცნებამ კანონი გრანტების შესახებ, ცვლილება გრანტების შესახებ, რომელიც ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ ქართული ოცნების ნებართვის გარეშე მედიები გრანტებს ვეღარ მიიღებენ.
წარმოიდგინეთ ქართული ოცნება, რომელიც ყველანაირი გზით ებრძვის კრიტიკულ აზრს, მაგალითად, რატომ უნდა მოგცეს ჩვენ პროექტ 64-ს გრანტის მიღების უფლება, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებზე, ღიად ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას. გრანტები არის ჩვენაირი პატარა მედიებისთვის რეალურად დახმარება, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, ეს არის ამისი გარანტორი, ვიყოთ კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ, გავაშუქოთ სხვადასხვა პრობლემა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, შესაბამისად ქართულ ოცნებას ცხადია არ აწყობს ჩვენაირი მედიების არსებობა და ეს არ არის ერთადერთი კანონი, რომელიც მედიების გაქრობას შეუწყობს ხელს. ჩემი თავი ამ პროფესიაში ძალიან რთულად წარმომიდგენია სიმართლე რომ გითხრა, იმიტომ რომ ეხლა ხო ის ახალი კანონები, რაც მიიღეს ან ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში თითქმის აღარ ტოვებს იმის საშუალებას, რომ ჟურნალისტმა გააგრძელოს მუშაობა და სწორად იმუშაოს. ანუ სინამდვილეში თუ კი ადგები და მოყვები ამბავს, რომელიც რეალურად ხდება, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამითი კანონი დაარღვია. მალე ამოქმედება ეგრეთ წოდებული ფარა, რომელიც უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს თვითონ ორგანიზაციის დამფუძნებლებს და რომლებიც გვეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ თუ ამ კანონით არ დავრეგისტრირდებით, შესაბამის ბაზაში დავისჯებით, თუ დავრეგისტრირდებით, ჩვენ უკვე დაგვერქმევა უცხო ქვეყნის აგენტები. ცხადია, მე და ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები არ ვთვლით, რომ უცხო ქვეყნის აგენტები ვართ, ამაზე შინაარსობრივად შესვლაც კი ძალიან ისეთი სასაცილო და ბრუტალურია, მაგრამ კი, ხელისუფლება ამ კანონით ჩვენ უკვე სისხლის სამართლის მუხლითაც გვემუქრება. და ქართულმა ოცნებამ, ისევე როგორც წინა კანონების პირობებშიც, ეს ძალიან დაჩქარებული წესით დამტკიცა ასევე ცვლილებები მაუწყებლის შესახებ კანონში. ეს კანონი პირდაპირ აწესებს ცენზურას და პირდაპირ კრძალავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. ბევრი დეტალი არის ამ საკანონმდებლო აქტში და ძალიან ისეთი გრძლად რო არ მოგიყვეთ, ძალიან პატარა მაგალითს გეტყვით. აი მაგალითად ერთ-ერთ მუხლს გეტყვით, მაუწყებელი ვალდებულია ჯეროვანი სამართლიანობის და პატივისცემის დაცვით მოეპყრას პროგრამაში მონაწილე თითოეულ პირს, ან პროგრამაში, ანუ გადაცემაშიო. რას ნიშნავს ეს, ხო? ვინ უნდა შეაფასოს ან სამართლიანობის ჯეროვანობა, ან პატივისცემის, თქვა, დონეები. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, მე ჟურნალისტი, ვეკითხები განათლების მინისტრს. წლებია უკვე სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაზეა საუბარი, ყოველწლიურად სამინისტრო გვპირდება, რომ აი მეორე წლიდან დაიწყება და ამოქმედდება, ან რაღაცა ნაბიჯები გადაიდგმება და აქამდე რატო ვერ მოხდა ამ პროგრამის დანერგვა, ხომ არ არის ეს მაგალითად ამ სისტემის, განათლების სისტემის სერიოზული ხარვეზი. ან ძალიან დიდი შანსია, რომ ამ ბუნდოვანებაში, აი ამ კანონის ჩანაწერში, რომელიც სრულიად ესეთი არასამართლებრივი ჩანაწერი არის და სამართლებრივად არ არის გამართული, ძალიან დიდი შანსია, რომ განათლების მინისტრმა მე მითხრას, რომ მას უპატივცემულოდ ვეპყრობი, უპატივცემულოდ კითხვას უსვამ და აი ამ რაღაცა მორალური შკალიდან მე უცებ აღმოვჩნდე პასუხისმგებაში. და სწორედ ეს არის პრობლემა, რეალურად ამ კანონის მიზანია ცენზურა და გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მედიის თავისუფლების შკალით გადავინაცვლეთ 103 ადგილიდან 114-ზე და აი მედიის თავისუფლების მდგომარეობის კუთხით გვაქვს სერიოზული გაუარესება. დამოუკიდებელ მედიებთან ერთად ქრებიან ოპოზიციური არხებიც, დაიხურა უკვე მთავარი არხი, ფორმულასთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები. სულ ახლახან ფორმულას 2-მა თანამშრომელმა წამყვანმა თქვა, რომ ისინი სამსახურს ტოვებენ. მოვიდა დრო ჩვენც დაგემშვიდობოთ მომავალში ისევ შეხვედრის იმედით. ძალიან რთული იყო ეს წელი ქვეყნისთვის, რთული იყო მედიისთვის, როცა ჩვენ და ჩვენ კოლეგებს გვიწევდა მუშაობა ფიზიკური საფრთხის ქვეშ. არის კადრები, რომლის დავიწყებასაც ჩვენ ვერასდროს შევძლებთ და არც შევეცდებით. თან ეს არის კადრები, რომელიც პროფესიაში დაბრუნების мотиваციას ყოველთვის მოგცემს. და აქვე მინდა წაგიკითხოთ მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა სულ ახლახან კვლევა გამოაქვეყნა და 2024 წლის მაისიდან დღემდე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა. და რაც მთავარია, ქართულ ოცნებას კვლავ წინასწარ პატიმრობაში ყავს პოლიტპატიმარი ბათუმელების დამფუძნებელი მზია მაღლობელი. ამიტომ ჩემი სოლიდარობა მზიას და ყველა ჩემ კოლეგას, რომელიც აი ამ წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ დამოუკიდებლად ესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პრობლემაზე. დამოუკიდებელი მედიის გაქრობა, რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ნიშნავს, რომ უბრალოდ გაქრება სიმართლე და მოსახლეობას უბრალოდ მოუწევს სამთავრობო მედიების პირობებში არსებობა.
და აღარასდროს არავინ გეტყვით, რომ თქვენ ირგვლივ, თქვენ სამეზობლოში, თქვენს ქვეყანაში არსებობს პრობლემები, რომელიც შეიძლება თქვენზეც ძალიან უარყოფითად აისახოს. სოლიდარობა და თავისუფლება ჩვენს კოლეგას მზია ამაღლობელს, რომლის სიტყვებიც იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის, უნდა გვახსოვდეს. ჩვენი ბრძოლის ერთადერთი საშუალება კი სიმართლის თქვენამდე მოტანაა. გადაცემა რეალური სივრცის გუნდს ამ არხზე ეს შესაძლებლობა აღარ აქვს. აი დააკვირდით, ხო? აი ნახეთ მეთოდებს დააკვირდით, რომ როგორ მიაწევენ აქციის მონაწილეებს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს.